შენ გიგალო შენ გაკურთხებ შენ მაგო უფალო და გევედრები შენ ღმერთო ჩვენ ყოვლად წმინდაო სამებაო შეგივდებით უხმარდი მონანი და მხევალნი შენ სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა 21 საუკუნის დასაწყისში მთელი დედამიწის ზურგზე არსადისი არ დასტურდება ამ ღვთაებრივი სიტყვების ჭეშმარიტება როგორც ჩვენს კოპწია საქართველოში სამშობლო ჩემო ქრისტესთვის ჯვარცმულო და წამებულო მოწამეთა სისხლით გაპოხილო 1000 გზის გადამწვარო და გავერანებულო მაგრამ მაინც მედგარო და დაუმარცხებელო მიწავ დედაო გულის ცემავს საქართველოსი შენ ხომ მარტო მიწა არ ახარ შენ ფერფლი და სისხლი ხარ ჩემი წინაპრის ნატერფალო მამა პაპისაო შენ ხომ ჩემი ძალა ხარ ღონე ხარ სევდა და სიამე ხარ შენ ხომ ჩემი სიცოცხლე ხარ ქრისტეს სიყვარულისთვის მრავალგზის მომსპარო და მრავალგზის ქრისტესავით აღმდგარო და აღორძინებულო ამ სოფლიო ქაოსსა და ორომტრიალში როცა მთელი სამყაროს უდიდესი ნაწილი ანტიქრისტიანული გლობალიზაციისაკენ მიისწრაფვის ჩემი სამშობლო სულიერებაში იხვეჭ ძალღონეც და ვინიცის უკვე მერამდენედ იშლება და იფურჩქნება ქრისტეს საქებრად და სადიდებლად ამის ნათელი დასტურია ურბნისისა და რუისის ეპარქია აქ მართლაც სუფევს უფალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე 2 წუთში გაივლით დაბა სურამს მაგრამ ჯვრების სიუხვით სული მშვენიერებით იმოსება ხვდები რომ აქ ჯვრის მადიდებელნი მეფობენ საუკუნეების მანძილზე სურამი შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ცენტრი იყო. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. დაბა გაშენებულია ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 740 მეტრზე. 1926 წლიდან იგი საკურორტო დაბაა. სურამში ჰქონდათ რეზიდენცია შიდა ქართლის ერისთავებს, სურამელებს. ეს საგვარეულო მე-12 საუკუნიდან ძლიერად გაუძღვა საქართველოს შუაგულის მომმართველობას. მათი მოქმედება ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდებოდა, რის გამოც მათ დიდი აღიარება მოიპოვეს საქართველოს მეფის კარზე. სურამელ ფეოდალთა გადადგმული თვითოეული ნაბიჯი კარგად გააზრებული და ლოგიკური იყო. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა მათი მხრიდან მოწყალების გაღება ქართულ ეკლესია მონასტერთათვის. ალბათ ამიტომაც არის, რომ სურამსა და მის შემოგარენში უამრავი ეკლესია მონასტერია. კომუნისტური რეჟიმის დროს მათი უმეტესი ნაწილი გამოკეტილი იყო, მაგრამ ღვთისწყალობით დღესდღეობით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
1996 წლის 21 ოქტომბერს წმინდა სინოდის დადგენილებით ურბნისისა და რუისის ეპარქია აღდგა და მის მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი. სწორედ აქედან იწყება სურამის სულიერი ცხოვრების უსწრაფესი აღორძინება. მართლაც გასაოცარია სურამის შემოგარენში ჯვრების, ეკლესია მონასტრებისა და ციხე-სიმაგრეების სიუხვე. ეს ხილული დასტურია იმ სულიერი ღვაწლისა, რასაც ამ ეკლესია მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირები ეწევიან ღვთისა და ერის სამსახურში. და შემთხვევითი არაა, რომ სურამი ეპარქიის ერთგვარ სულიერ ცენტრად იქცა. და მღვდელმთავრის რეზიდენციამაც სწორედ აქ დაიდო ადგილსამყოფელი. წელს საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში იკურთხა წმინდა იობ მრავალვნებულის სახელობის ტაძარი. აქვე გაიხსნა მონასტერი. მრავალ სიწმინდესთან ერთად აქ ყურადღებას იპყრობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატი, მსწრაფლშემსმენელი, რომელიც საგანგებოდ ჩამოაბრძანეს ათონის მთიდან და სათხოვარის სწრაფი აღსრულებით გაოცებაში მოჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები. თვითონ როდესაც მოგზაურობდა მეუფე საბერძნეთში, ერთ-ერთ მონასტერში იყო დოქიარის სავანეში. იქ აი ამ ხატის წინ ლოცულობდნენ და მეუფე თვითონ ყვება, რომ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ხატი ჩვენც გქონებოდა. მაგრამ არავისთვის უთქვამს ამის შესახებ და თვითონ მონასტრის წინამძღვარმა დაუძახა და უთხრა, რომ და ტილოზე შესრულებული ასლი აქვთ აი ამ ხატის და დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ჩვენთვის გადმოეცაო ეს ხატიო. და ისეთი განცდა მქონდა ხატის წინ რომ ლოცულობდი, რომ აი თითქოს ცოცხალი იყო ღვთისმშობელიო, რომ უყურებდით ისეთი სასოება გაგვიჩნდაო და ალბათ აი მისი სურვილი, ეს ცხოველის სურვილი შეიწირა კიდეც უფალმა. ჩამოაბრძანა დოქიარის სავანიდან ეს ხატი. შემდგომ ის რეზიდენციაში იყო, მასთან იობ მრავალნებულის ტაძარში საკურთხეველში დაასვენეს და იქ მირონის წამოუვიდა. როდესაც აშენებდნენ აქ ციხეს და ციხის მშენებლობა, როგორც მოგახსენეთ, იყო აუცილებელი, უნდა ჩაეტარებინათ ერთ-ერთი ქართველი ვაჟკაცი, აუცილებლად ვაჟკაცი, თორემ დამერწმუნეთ ალბათ მოხუციც ბევრი ისურვებდა, რომ ზურაბის ადგილზე ჩაეტანებინათ იმ კედელში. ამ ისტორიაში ისეთი არაფერი არ არის, რომელიც სინამდვილეს არ შეიძლება რომ შეეფერებოდეს, ხო, ისეთი ლეგენდური არაფერი, თუმცა ლეგენდის საბურველს ატარებს. მაგრამ ჩვენ ახლა რომ ამოვდიოდით, ვნახეთ რომ ის კედელი ჩვენ და საოცრად ამ სიმაღლეზე, ასეთ მშრალ ადგილზე, ის კედელი არის სველი, ზამთარ ზაფხულს სველი. და თუ შეიძლება ოდესმე მშრალი იყოს, ან გამოშლეს რამდენადმე, ალბათ ახლა ასეთ სიცხეში ივლისია ყველაზე ცხელი თვეა. არა, კედელი ტირის, არც მეტი, არც ნაკლები. კლდე ტირის. რა ატირებს? ვინ იცის? მკვლევარებმა დღეს უკვე
დააზუსტეს, რომ სურამის ციხე ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თამარის დროს არსებობდა. თუმცა რა თქმა უნდა არ ვიცით ახლა ციხის რელიეფი მაშინ როგორი იყო სტრუქტურა, მაგრამ ფაქტია რომ გეოგრაფიულად ეს ისეთი ადგილია, რომ აქ უნდა ყოფილიყო აუცილებლად ისეთი თავდაცვითი საბაზისო ნაგებობა. სურამის ციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია მე-11-მე-12 საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. 1991 წლის 29 აპრილს მიწისძვრამ ეკლესია ძალიან დააზიანა. მთლიანად ჩამოიქცა გადახურვა, დაინგრა კედლები და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები. მიწისძვრამდე ტაძარი ორნაწილიანი იყო. დარბაზები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო განიერი თაღით. სურამის ციხესთან ამომსვლელი მოელის, რომ აქ უნდა იყოს აუცილებლად სამლოცველო ადგილი. წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ციხე თავისი ფუნქციით დანიშნულებით თავისთავად ცხადია, რომ საბრძოლოა, მაგრამ ბრძოლა ლოცვის გარეშე მოგეხსენებათ ქართველისათვის წარმოუდგენელი იყო. წმინდა გიორგი, რომელიც იყო არა მარტო ტყვეთა განმათავისუფლებელი, არამედ მებრძოლთა წინ წამძღოლიც, ყოველთვის წინ მიუძღოდა და არა ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სურამის ციხის მიდამოებშიც ჩვენს წინაპრებს უხილავთ წმინდა გიორგი. ცხენზე ამხედრებთ. ბოლო წლებში ნატაძრალს რკინის ჯვარი დაედგა, ხოლო ციხის კოშკზე მეუფე იობის ლოცვა კურთხევით 2004 წლის 17 აგვისტოს აღიმართა ხუთჯვრიანი დროშა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ის, რომ გვირაბი გადიოდა სურამის ციხიდან, ციხის საძირკვლიდან და უკავშირდებოდა ზევით, აი მთაზე გამავხედავთ ჩვენ ამაღლების ეკლესიას. საოცარია ალბათ ერთ-ერთი საოცრება უნდა იყოს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, რომ ამ სიღრმეში, აი დაბლა სიღრმეში და ქვესკნელივით არის თქვა უკვე აქედან იქამდე გზა. როგორ მოახერხეს იმ გვირაბის გათხრა? ეს გვირაბი იყო მაღალი და მიწითაც ამოიმსო და დაიწია. აქ შედიოდნენ ცხენებით, შერბოდნენ და ამოდიოდნენ ამაღლების ეკლესიამდე. ეხლა ჩამოვარდა ქვა და სისველი გამოდის. როდი ჩამოვარდა? დიდი ხანი ჩამოვარდა. შენ ჩესულ ხარ შიგნით? სანამ ჩამოვარდები რა? არა. რო შევედი ჩამოვარდნილი იყო. ეხლა შედიხარ ხო? კი. ამბობდნენ რომ ჩამოგზავნდა და ვეღარ. შენ რამდენზე ხარ შესული თვითონ? აი სადაც ქვა ჩამოვარდა. იქლამდე ვარ შესული. ხელიც მაქვს იმ ქვაზე დადებული. ბიჭები შევიდნენ უნდა გეინგრიათ, მაგრამ ვერ გაანგრიეს, ლომებით დაინგრია. და რო შეხვალ თანდათან მაღლია. აი შენ როგორია თქვით? სისველი. კი, სისველი. ქვარვარი ჩამოვარდნენ წყალი გიჟონავს იქ და ოთახია გვერდზე. ასე რომ აქ ყველაფერი თითოეული ლოდი და თითოეული კენჭი არის ძალიან იდუმალად მთხრობელი. სურამის ციხე უნიკალურია იმით, რომ ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთს შეერწყა. როცა ადამიანები ურთიერთობაში შედიან სურამლებთან, აშკარად იგრძნობა, რომ ეს ეკლესია, მონასტრები, მათი აშენებულია, მათი წინაპრების ნახელავია და მართლაც არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც სწამთ აქაურებს უფალი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას, დაბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-18-მე-19 საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, ნაგებია აგურით და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადი აკვნია მოთავსებული.
ეკლესიას დასავლეთიდან სამრეკლო ეკვრის, რომელიც ეკლესიის თანადროულია. სამრეკლო 4 სართულიანია. 1968 წელს ტაძარი გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით, ხოლო 1997 წლის 5 იანვარს ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ 10 წლეულების დუმილი დაირღვა. წმინდა ტრაპეზი აკურთხა მეუფე იობმა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გვერდით საავტომობილო გზის პირას არის ღვთისმშობლის შობის სახელობის მცირე ზომის ეკლესია. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. თავდაპირველად ტაძარი დიდი ზომის ყოფილა და გადმოცემის თანახმად საავტომობილო გზის გაყვანამდე თითქმის მთელ გზას იკავებდა. მაგრამ შემდეგ უღმერთობის პერიოდში დაუნგრევიათ და გზა გაუყვანიათ, რის გამოც ტაძარმა პირვანდელი სახე დაკარგა. 90-იან წლებში ძველი ტაძრის ნანგრევებზე აშენდა პატარა ეკლესია, რომლის ტრაპეზი 2000 წელს იკურთხა. ბარბალე წმინდა აბა. როდის ტარდება ხოლმე მსახურება? შაბათ-კვირას აბა. დადის ხალხი? სამტრედიელი ისაყავს მამაოი. კიდან ჩამოდის? კი. გუშინაც იყო შაბათსაც. დადის ხოლმე ხალხი? კი, დადია როგორ არა. ბრეული ყავს ესე იგი თავის. ჯერ ახლა ხალია და ცოტა და ახლა გუშინ უფრო ბოლომად იყო და ეს ვინ აშენა ისე? ასე უბანმა ვაშენეთ ბაბო ჩვენი მიმთი მოვინდომეთ ჩვენა ბაბო. დიახ, შესაწირავები გააკეთა? მოვინდომეთ ჩემი შვილიშვილმა მოვინდომეთ აქ ცხოვრობ მე მადას აქ პირდაპირ და ვინც მოდიოდნენ ყველა გეუბნებოდნენ უნდა აშენოთ აქ როისტედენ ნანგრევი იყო და ვენაცვალე გამჩენსა იკურთხოს გამჩენით ძალაი გავაკეთეს მე ბაბო თელ მე მეზობლმა ფული მოკრიფეს ჩემს შვილიშვილმაც გამოგზანა ფული სამხედროში იყო იქ დასავლეთში იყო და თელმა მეზობლმა ყველამ შეკრიფეს ფულები და გააკეთეს ბაბო დღე-დაღამე მუშაობდნენ ბარბალობას გაიხსნა საიდან არ მოდიან ვინც გაიგო რომ გაიხსნეს ეკლესია საიდან ძალიან ბევრი ხალხი მოდიან სოველი იყო რომ შემოვედით ეკლესიაში სულთლად სოველი წყალი ჩამოდიოდა მაღლიდან გლეზები გვედგა აი ეს ხო იყო მარტო დარჩენილი ჩანდა ისიც პატარაზე მიწაში იყო ეს? მიწაში შემდეგ რომ საერთოდ ეს ჯვარი რო ნახეს, ეს ჯვარი გამოსახული. ჩამოვიდნენ სპეციალისტები, არქეოლოგები და ნახეს ეს სადაც მე-11 საუკუნის ტაძარი. აი ამიხსნა. და მე ეს ტრაპეზი შეაკეთეს ერთად, ცოტა ისეთი. შეაკეთეს მე შეაკეთეს. და მე აშენდა ეს ტაძარი? აშენდა ზედ დაშენდა ეს ტაძარი. აქ რო დავსახდი შვილო, ეხლა 80 წლისა ვარ. რო დავსახდი 25 წლის ვიყავი. 25 წლის კი არა, 20 წლის ვიყავი. აქ რო დავსახდი. დიახ. ხო და რო იმასკენ რა ქვია, რო მოვიდოდი აქ და ნანგრევი იყო და ბატონები რო ქონათ, ბატონების ეკლესია არის თუ იწყოდნენ ხოლმე. რო მოდიოდნენ ხოლმე ხალხი ანცებდნენ სანთელს, მეც მოვდიოდი ვანცებდეს და მე აქვე რო ვიყავი, ახლა მე ძალიან მწამს მოწმუნე ვარ, ძალიან მიყვარს. ვენაცვალე ამ ძალას იკურთხოს ამ ძალაი ვენაცვალებით ხო. ხო და მოვიდოდი ხოლმე და ვანცებდი სამთელსა ხოლმე ყოველთვის და ნატრობის გაკეთებასა და გაკეთდა კიდევაც. გაიხარეთ. ცოტა წმინდა სამების სახელობის ტაძარი, იგივე ღვთაება, დგას სოფელ გვერდის უბნის მხარეს. ეკლესია დარბაზულია. გეგმაში ტრადიციული 4 კუთხედია,
რომელიც აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდით მთავრდება. წარწერის მიხედვით ტაძარი 1831 წელს მღვდელ ძმებს ნებიერიძეებს აღუდგენიათ ძველ ნანგრევებზე. არ ახსოვთ ყოველ შემთხვევაში რომელი საუკუნის არის სავარაუდოდ მე-11 საუკუნის რაც სურამი არსებობს და არსდა ეს რაც ის ციხეა სურამის ციხე ეს ტაძარიც იყო რა ფორმით იყო ახლა როგორი ფორმით შემორჩა ეს პატარა დარჩა პატარა ბაზილიკის ტიპის ერთნავიანი ეკლესია და შეიძლება დიდიც იყო არავინ არ იცი 1942 წელს ტაძრის დასავლეთით გაუყვანიათ გვირაბი სადაც შეშას წვავდნენ ხოლო ტაძარში თევზს ბოლავდნენ ეს სისაძაგლე 46-47 წლებამდე გაგრძელებულა. შემდეგ კვლავ აღდგა ტაძარი და დაუბრუნდა თავისი ფუნქცია. 2002-2004 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია ჯემალ ხაჩიძის ფინანსური ხელშეწყობით. აშენდა ქვის გალავანი. ჩამოიფხიკა ნალესი ტაძრის გარეთა მხარეს. რის შედეგადაც გამოჩნდა მშენებლობის რამოდენიმე ფენა. ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ტაძარი ადრეულ საუკუნეებშია აგებული. ტაძრის სამხრეთ კედელზე აღმოჩნდა ასომთავრული წარწერა, რომელიც უკუღმაძევს ქვების წყობაში, მაგრამ დაზიანებულია. როგორ მოხერხება ამის გამოღება? მოხერხება თუ არ სტარი? დიდია და შესასწავლად უნდა თან ეს იშნება, ეს ისაგან რო არ წაიშალოს და დარჩეს და დაამუშავა და სისტემის სხვა ადგილას უნდა თქო აი ქონდეს შეხოსში რაღაც ეს საკუთარ გამოგონა თვითონ ამაზე დგას ახლა რამდენი მოხერხდება დაისვალა მამიქელი მის შემდეგ აქ სასწავლებელი ძირითადად არის. ეხლა 3 წელიწადი აქ ავარ და ნელ-ნელა სულ იყო 15-20 ადამიანი, მოხუცებლის მოდიოდნენ ხოლმე. ეხლა ძალიან ბევრი აქ აღარ ვეტევით ხოლმე, ხან დაუთვლი ხოლმე სტიკერსაც დაითვალე რამდენი 100 კაცი, 120 კაცი, ნუ სულ თუ აღარ არის ხოლმე ხალხი. ზოგი გარეთ ადგას და მრევლი ახლა თანაც ეს დიდი უბანია, გვერდის უბანი ბაიანთხრი ძალიან დიდი უბნებია. ღვთაების ტაძარი უღმერთობის პერიოდშიც კი თითქმის ყოველთვის მოქმედი იყო. წიროლოცა მაშინაც კი 60 წელიწადი რო არ იყო ბარსა წიროლოცა ესე იგი თბილისის ხოლიდან მოყოლებული აქამდე ხვაშურის საკათედრო ტაძარში და აქ მე მგონი უბისამდე აქ სხვა ტაძარი მოქმედი არსად არის არც გორში და არც კაიფში არსად მიყვარდა და სუდანად ღმერთო ისი ამყოფე 120 წელიწადი არც ხლოს კიდე სუჯა დავქნა მიყვარს ჩემი ის სუსიკეთითიანე სუდოვლაჩა სუბარაკით სუყველაბა რომ მოხილეს ჯამჩელად გამოიეთ აქეთ წამოიღე აქეთ ხო აიგე იმ სახით ხოლო დაგინახო ხოლმე და დავილოსო და სიზაკლა სუდალოსვილას იერე თქვენცა სუსიკეთი და სუდოვლაჩა აღეზონება ეს ისეთი კაცია რომ სუდალოსვილი უნდა იყოს აღანს ყველას და თუ არ გავაისე რომ 6-7 ადამიანი არ მოვიდეს აი ესე სავარაუდოდ აღსარებაზე მიახლოებით 6-7 ადამიანი სურამს ბეკმიდან ასტყდების მაღალი გორა. მდებარეობს დასავლეთით წიფამდე და ლიხამდე. ამ მთის სამხრეთით არის ბეკამი. აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი. სავანეთი მისთვის დაურქმევიათ თვალწარმტაცი ბუნების გამო. და გადმოცემის თანახმად ამ სავანეში დედათა მონასტერი არსებულა. სავანეთის წმინდა გიორგის ტაძარი ასე. წმინდა გიორგი. ეს ისტორიულად ძველი ტაძარია თუ ეს ბოლო პერიოდი? ძველი ტაძარია, ძველი. სტილისტური ნიშნებით ეკლესია თარიღდება მე-18 საუკუნით. მე-19 საუკუნეში კი შეკეთებული და გადაკეთებულია. დასავლეთის კედელი გადაწეულია და ტაძარი დაგრძელებულია დასავლეთით.
აღმოსავლეთის კედელზე დაშენებულია სამრეკლო. სამრეკლო საკურთხევლის თავზე, ძირითადად სტუას თავზე ხოლმე იქით ნახავდა შემოსასვლელში სამრეკლო. აქეთ ასეთ იშვიათად არის ეკლესია, რომ სამრეკლო კონდეს პირდაპირ საკურთხევლის თავზე. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია მინაშენები, რომლებიც ეკლესიას შიდა სივრცეს ფართო თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდებოდნენ. 1940-იან წლებში მინაშენები მოუნგრევიათ და გასასვლელები ამოუშენებიათ. 1980 წელს ეკლესია შეაკეთეს და ბეტონის ორფერდა სახურავით გადახურეს. 2001 წელს ჩატარდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. გაილესა გარეთა ფასადი და ინტერიერი. ხოლო 2002 წლის 17 მარტს ტაძარი აკურთხა მიტროპოლიტმა იობმა. შემდეგ ეკლესიას გალავანით შემოერტყა. რჩება საღამოს ლოცვებს და პარასკევის დილით წირვა. სისტემატიურად კი. აღდგომის მეორე კვირას ეწოდება ცხოველი კვირა, ანუ აღდგომის განახლება და ამის სახელობის არის ეს ტაძარით. ყოველი აღდგომის შემდეგი კვირა არის ამ ტაძრის დღესასწაული. კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე. იმ ადგილას, სადაც უწინ ტაძარი ყოფილა, კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში აქ ყოველთვის არსებობდა, რათა მლოცველებს ანთელი დაენთოთ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლის ტაძარი დაუნგრევიათ და იქ არსებული ხიდირბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაო მოუსწორებიათ. ისინი იხსენებენ თუ როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა. თითქმის ყოველ დღე აქ მოკეიფე მთვრალი ადამიანების შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და გინება იყო, რომელიც ხშირად სისხლის ზღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და ბატონების ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაძის ხელშეწყობით ახალი ტაძარი აიგო. 2002 წელს დაიწყო დაწერა ხატებისა, პისკებისა და მას ასრულებს მხატვარი იოსებ ჯინჯარაძე და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ალბათ ღვთის წყალობით და მადლით დასრულდება აი ამ ტაძრის მოხატვა. ქართლის ეს ადგილი გამოირჩევა თავისი მოსიყვარულემრევლით, ერთგულებით და ხალხი დადის და ადიდებს, განადიდებს ღმერთს, რათა უფალმაც ესეთი კეთილკრძალული ცხოვრების გვირგვინი მიაგოს და აცხონოს მათი სულები.
ეკლესია დაარსებული არის ადამიანის სულების გადასჩენისათვის, მისი გაკეთილშობილებისათვის, ღმერთთან მისასვლელად და ჩვენ ხო განსხვავდებით სხვა სულიერი არსებებისაგან იმისგან, რომ ჩვენ გვაქვს უკვდავი სული, ჩვენ ხომ იმიტომ მოვედით ამ ქვეყნად, რომ ჩვენ ცხოვრდეთ. ეს წმინდანის სიტყვები არის და თუ ჩვენ ცხოვრება გვინდა, გადარჩენა გვინდა, თუ ჩვენ გვინდა ღმერთთან მყოფობა, თუ ჩვენ გვინდა საუკუნო ნეტარება, მაშინ ყველა ადამიანი უნდა მოვიდეს ეკლესიაში, შეინანოს ცოდვები. სოფელი ბეღაურა სოფელ იტრიის ჩრდილოეთით მდებარეობს. სიტყვა ბეღაური საბას განმარტებით სვეტის თავს ნიშნავს, რომელზედაც დაყრდნობილია მთავარი ძელი, კოჭი. სოფელ ბეღაურას ცენტრალურ ნაწილში, სასაფლაოზე, დგას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია. ტაძარი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზული ყოფილა, ნაგები უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. ნანგრევებში შემორჩენილი იყო ტრაპეზის ქვა, რომლის ქვედა ნაწილში ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეს არის ესე იგი არქივი რა, ამ ტაძრის ვინც მიიღო მონაწილეობა, ვინც ითავა გაკეთება, თვითონ სოფელმა გააკეთა შემოწირულობებით, ფიზიკური შრომით, თანხით. ისტორიას დარჩება მე. კი, და ეს დევს აქ ტაძარში და ვისაც აქვს სურვილი სახელებს მოიხსენიება. 95 წელში არის აგებული. ეკლესია 1997 წლის 26 ივლისს აკურთხა მეუფე იობმა. და 7 წელია უკვე რაც მემსახურობ, ისე პარასკევს გვაქვს ლოცვა და შაბათ-დილით წირვა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ტაძარის მაბარია იტრიის დედათა მონასტერი და კვირის წირვას იქ ვატარებდა. პარასკევს ლოცვა გვაქვს და შაბათ-დილით ყოველთვის წირვა და შეძლებს დაგვარად ახლა მრევლიც არის როგორც ასეთი სოფლის ზონეზე როგორც ეკლესიას შეეფერება არის. არის მომენტები ივსება უფრო მარხვებში მოდის. ტრადიცია აქ დაგვიდათ მამაოს წიგნი წმინდა მარიამ. კი ეს აქ არის მას მერე რაც ფაქტურად ეკლესია აშენდა. ბევრად სასიხარულოა იმ კუთხითაც რომ თვითონ სოფელი აშენებს და ყველას უყვარს თავისი რაღაც წვლილი აქვს შეტანილი. და კარგი ხალხიც არის იმ სკოლის ბავშვები მოდიან ლოცვა-კურთხევას იღებენ. დამთავრებისას სკოლას რომ ამთავრებენ გამოსაშვები კლასი პარაკლის უხდით და ულოცავთ ასე ვთქვათ მომავალ ცხოვრებას. შეძლებს დაგვარად ნელ-ნელა ძლიერდება ეკლესია. მე წარმოშობ ხარაგაულელი ვარ. დიაკვნად მაკურთხეს ზესტაფონში მეუფე კონსტანტინემ. რაც გარდაცვლილი არის და შემდგომ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯანმრთელობით გადმოვედი ამ ეპარქიაში და 7 წელია რაც მოწყარი რომ სამსახური. ხაშურში ცხოვრობ, მაქვს მეუღლე მყავს 4 შვილი.
იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მე-16 საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით. ეკლესია სამნავიანია. შუა ნავი გვერდითა ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორწყვეტილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. ამ ადგილას ადრე არსებობდა მე-11 საუკუნეებში ხის ტაძარი ყოფილა. ტაძარი ატარებდა ყოველთა წმინდათა სახელობისა ყოფილა და კათოლიკოს პატრიარქს დოროთეოს აღუდგენია და ხის ტაძრის ნაცვლად საფუძველი ფუძე ძირითადად აი ამ ზომისა ყოფილა და აუგია ესეთი ქვის ტაძარი. იტრიის სიონი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, ბარელიეფებით. აქ სარკმლების, კარებებისა და კედლების მორთულობანი დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს. თითქმის სულ მშენებლობაში ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი დაგვდა, ესეთი არაფერი არ იყო. ტაძარი მიტოვებული წარმოიდგინეთ, ტაძარი დანგრევის პირზე იყო, იმიტომ რომ წყალი ჩადიოდა. არანაირი ფრესკა, ძველი ფრესკებისა შემორჩენილი არ ყოფილა, თუმცა გადმოცემა არსებობს იმისაც, რომ ყოფილა მეტად მდიდარი და მეტად მიღებული, ასე ვთქვათ, იმდროინდელი იმ საუკუნეებისათვის სალოცავი. მონასტერს გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი. ჩვენ ვნახეთ, რომ აქ რაღაცა ნიში იყო მხოლოდ გაკეთებული და ისმა მაღლა ოლადო სამღვდელო ესობა მეუფეიობმა გადაწყვიტა, რომ აქ აღდგენილი იყო პატარა ტაძარი. აღდგენილი იყო ტაძარი და ზომებით თავისთავად პატარა გამოვიდოდა. და მეუფემ ასეთი კურთხევა გასცა, რომელ წმინდანის ხსენებასაც დაემთხვეოდა ტაძრის მთლიანად მოხატვა, ანუ დასრულებული სახე ექნებოდა აი ამ წმინდანის სახელს დაერქმევდა ტაძარს და ეს მოხდა რაღაც აღდგომის შემდეგ მენელსაცხებელი დედების კვირიაკეს დაემთხვა ამ ტაძრის დასრულება მოხატვა და ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ, რომ მენელსაცხებელი დედებიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად მეოხნი არიან აი ამ მონასტრისა. დასავლეთით აუშენებიათ სამრეკლო. იგი სამსართულიანია. სამრეკლო მე-17 საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ტაძარს ერთგვარი დამაკავშირებელი გვირავი ჰქონდა, ზევით არის კოშკი, რომელსაც ჩხეიძეების საგვარეულო კოშკი ჰქვია. მეფე სვიმეონს ძალიან დიდი შემოწირულობა გაუღია ამ ტაძრისათვის. არსებობდა ხატი, რომელსაც იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი ჰქონდა და ეს ხატი დღეს დაკარგულია. გადმოცემით ისიც მოიძიება ექვთიმე თაყაიშვილის ნარკვევებში, რომ ტაძარში იყო ამ დროს რამდენიმე სახარება
მოოქროვილი, მოჭედილი და პატიოსანითულებით შემკული 60 კილო ასევე ვერცხლის ყდისა და ოქროთი პატიოსანითულებით შემკული ისიც და აი ამ იტრიის ღვთისმშობლის ხატზე ამბობენ რომ ეს იყო კარედი დაახლოებით 300 პატიოსანითულით შემკული. მონასტრის ტიპიკონი ძირითადად ასეთი დატვირთულია, ძირითადი ასე ვთქვათ, სამკაული მონასტრული ცხოვრების არის ლოცვა და შრომა. ტიპიკონი დილით არ ქვია, შუაღამიანით იწყება მონასტრის ცხოვრება. შუაღამიანის ლოცვა, შემდეგ ცისკრის ლოცვა, თავდება ჟამნობით. აი ხა 12 საათზე წაიკითხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი. ძირითადად მონასტრის წევრები შრომით არიან დაკავებული, როგორც მოგახსენეთ. 6 საათზე მწუხრს გადავიხდით, 9 საათზე სერობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელთან შეერთებით და ჩაერთვება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობლები 8 ხმათა საკითხავიდან და ასე მსვლელდება დღე მონასტრისა. როდესაც არის საშუალება ხელსაქმეს შესამოსელი კერება ჩვენთან, ჩვენ თვითონ ჩვენ რაც გვჭირდება ჩვენი თემსახურებით. ქსოვა ხელსაქმეს მისდევენ კარგვასაც, მაგრამ მე კიდევ ამბობ, ჩვენთან იმდენად დიდია ფიზიკური დატვირთვა, რომ აი ხელსაქმისთვის მხოლოდ ზამთრის პერიოდში ხდება რჩება ხოლმე დრო. ჩვენი მონასტრიდან რამდენი მონასტრის წინამძღვარი ამ მონასტრიდან არის გადაყვანილი. ყველგან მშენებლობა, ყველგან ამშენებლობა, ყველგან განახლება, აღდგენა, დაკარგულის დაბრუნება. ვიდგანან გვერდში, გვპირდებიან დახმარებას ბატონი გუბერნატორი მიხეილ ქარელი, ბატონი როინ მახარობლიძე ადგილობრივი რაიონის გამგებელი, 10 შესვენებული, ბატონი მაგული მარიამი, გოგიტიძე აბაშიძისა. ეს ადამიანი ამ ქველმოქმედებას რო აკეთებდა, მაშინ მონათლული არ იყო, მაგრამ სულ ამბობდა, რომ მოვა დრო და ღმერთი მიმიყვანს თვითონ. უკვე მძიმე სენით იყო დაავადებული. აზიარა იგი მეუფე იობმა აღსარება ჩაიბარა მისგან და ძალიან მალე უკვე ზიარების შემდეგ გავიდა ამ ქვეყნიდან. სიკეთისათვის არის შექმნილი ჩვენი საქართველო და საქართველოს ზეციური იერუსალიმის კუთხედ გახდომას უსურვო. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. სოფელ იტრიის დასავლეთ გორაკზე მე-16 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კირქვის ნატეხი ქვითა და თლილი კვადრატებით. შესასვლელი დასავლეთით აქვს.
გვერდისუბანი ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა სურამში. სოფლის სამხრეთ დასავლეთით ამაღლებულ ადგილას დგას მაცხოვრის ამაღლების სახელობის დარბაზული ეკლესია. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სანამ დიზა გათხრები ჩატარდებოდა, სანამ გარშემო მიწა შემოეცლებოდა, ასე არის დათარიღებული და შემდგომ აი შემოსულები იყვნენ აქ ისტორიკოსები და თქვეს, რომ უფრო მერვე მე-9 საუკუნეების ტაძარს ეკუთვნისო თავისი აგებულების მიხედვით. ეკლესიას ცილინდრული კამარა და თუნუქის სახურავი აქვს. 1999 წელს ტაძარი აკურთხა მეუფეიობმა. აქვე დაარსდა დედათა მონასტერი. მას შემდეგ მიმდინარეობს მონასტრის გამშვენიერება. ეს მთლიანად შიგნით და გალესილი იყო და ლურჯად იყო შეღებილი. მე ეს ჩამოვიღეთ ჩვენ და ესეთი ძველი ნაგებობა, ძველი ქვები აღმოჩნდა. ვაპირებდით რომ გაგველესა, მაგრამ მე უკვე ვთქვა რომ სიძველის შენარჩუნება ჯობია და ამიტომ დავტოვეთ ისევ ასე. გაიწმინდა, გასუფთავ და გადაიშალე ეს მიწები იქით მხარეს. გალავანი გაგეთდა და სადამდე მეუფე? ერთად. აი ეთყობა თეთრი ზოლი რომა ეს მიწაში იყო ჩაფლული. ეს ადრიდან მეხმებოდა ძველი ხო? აი ჩადიოდეთ. ნესტი იყო ძალიან ტაძარში და ნესტის თავიდან ასაცილებლად დრენაჟის გაკეთება გვინდოდა. რო შემოვაცალეთ მიწად, მე სიღრმეში წავედით კიდევ უფრო მეტად და აღმოჩნდა რომ აი ძირზე ტაძრის საფუძველამდე დავედით და გვერდზე მე ნაგებობები აღმოჩნდა, ძველი ნატაძრალიც აღმოჩნდა. ამ ადგილს კვართისას უწოდებენ. გადმოცემის თანახმად ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოს კარსნელს მცხეთისაკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ დაუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც ისინი იერუსალიმიდან საქართველოში მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ. ამიტომ კვართისა ეწოდა ამ წმინდა ადგილს. დღემდე შემორჩენილია სოფელში მაცხოვრებლების მეტყველებაში კვართისის წმინდა გიორგის ამაღლების ეკლესია. სავარაუდოა, რომ დღეისათვის აღმოჩენილი ტაძრის საძირკველი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთია. კვართისას წმინდა გიორგი, ალბათ ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი. ხშირად წუწუნებთ ხოლმე მეუფეს, რომ ეს მშენებლობა ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს და ქაოსი შემოაქვს მონასტერში, მაგრამ ეს ისეთი რამეა, ეს ფონი თუ არ შეიქმნა, ეს ხურციელი თუ არ აშენდა, ის რაც აუცილებელია სულიერ ცხოვრებისთვის თუ არ დაფუძნდა, ყოველთვის ასე იქნებოდა, იმიტომ ვართ ესე მონდომებულები, რომ რაც შეიძლება სრულად და მალე დავასრულოთ ეს მშენებლობა, რომ შემდეგ სულიერ ცხოვრებისთვის უფრო მეტი დროც გქონდეს და საშუალებაც. აი ჩაღმა ჩაყრივა ვენახო წელიწადია, რაც მონასტერი დაარსებულია. ასე ითვლეს მეუფის ლოცვა-კურთხევით, პირველად რო ნახა ეს ადგილი მეუფემ თვითონ ტაძარით ძალიან მოხიბლული დარჩა და თქვა, რომ იმდენად დიდი მადლი იგრძნობაა, რომ აქ აუცილებლად მონასტერი უნდა გაიხსნას. თქვა და კიდეც შესრულდა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ასე თვითონ მეუფის ნადგომი გრძნობს თითქოს სულით ის სად არის სამონასტრო ადგილი და აი მადლიც უკარნახებს სული წმინდის მიერ, რომ აქ მონასტერი კარგი იქნება. აბადელონანინაუდა საწადი და სადმოგნახო აბადელონანინაუდა მამა პაპუროვენახო აბადელონანინაუდა საწადი და რომელ ხარეს აბადელონანინაუდა მოგნახე და გადგინე აბადელონანინაუდა შენ ზირფესვებს ვენაცვალე აბადელონანინაუდა მამა ეს კეთება ისევ და ისევ ხალხის აკეთილდღეოდ. რაც მეტია მონასტერი, თვითონ ის ადგილი, სადაც ლოცვა მიმდინარეობს, იწმინდება.
და ერის უფრო ძლიერდება მე რაც მეტი ლოცვა აღევლინება ღვთის წინაშე. აი ჩვენ მეუფის ლოცვა კურთხევით რუის ურბინსის ეპარქიაში ღამის 3 საათზე ვდგებით და ცისკარს ხვდებით. 2-3 საათი მიმდინარეობს ლოცვა და ფაქტიურად აი რო თენდება იმ დროისთვის მთავრდება. ცისკარიც იმიტომ არის აღნიშნული, ცისკარს ხვდებით ლოცვით და ყველაზე ძლიერი ლოცვა სწორედ აი ამ დროს არის. მამა ბაბურო ვენახო Chabrilo venacho abadelo naninauda Satsadida sadmognacho abadelo naninauda Mama papuro venacho abadelo naninauda Satsadida romen khares abadelo naninauda Mognacheda kadgine abadelo naninauda Shenzir peswebs venatswale abadelo naninauda Mama baburo venacho abadelo naninauda ორთხვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია მე-11 საუკუნეებში. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრატებით. შეკეთებულია აგურით. ტაძარი არის წმინდა გიორგის სახელობისა. და ცნობილი არის როგორც მსწრაფშემწე უშვილოთათვის მსწრაფშემწე არის მადლიანი ტაძარი არის როგორც მე ვიცი საქართველოში წმინდა გიორგის ტაძარი არის 4 მსწრაფშემწე და აი ამ 4 ტაძარში ერთ-ერთი არის ჩვენი 4 წმინდა გიორგის მონასტერი. ეს რას ნიშნავს რომ მსწრაფშემწე? აი არის უფრო განსაკუთრებით უფრო მსწრაფშემსმენელი არის ასეთი ტაძრები და ესეთი მნიშვნელობა აქვს. სწრაფად რო ასრულებს, ხო? კი, რასაც ითხოვ ღვთის წინაშე, როცა ღვთისთვის სათნო როცა არის თხოვნა, წმინდა გიორგი არ აყუნებს და მეოხი არის ყველა თხოვნელისთვის. ტაძარი დახურულია წრეთარგიანი ლავგარდანით და კრამიტის ორფერდა სახურავით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. 4 კილომეტრია სოფელი. მადლობა უმეც ისეთი არის რომ მოშორებით არიან. ასე რომ თქვა მონასტერი და ის სიწყნარი არის. ახლოსაა სოფელი, მაგრამ სიწყნარი გვაქვს. ის მადლობა. ჩადიან წირვალოთი. კი, საკმაოდ. საკმაოდ ახლა რაც შეუძლიათ, უფრო აქტიურობს ბიჯნესის მრევლი. რამდენიმე სოფელია ბუღაურა, ურთხვა, ზეკოტა და ბიჯნესი. და უფრო ბიჯნესი აქტიურობს. ქვეითა სოფელი არის, მართლა გააძლევთ, კარგი ადამიანები არიან. წინამძღვარი არის იღუმენი ივანე. მისი თვალყურის მისი ფაროლობის ქვეშ ვართ ასე ვთქვათ, ხედულობის ქვეშ და მადლობთ უფალს და მადლობთ წმინდა გიორგის. 2002 წლის 26 ოქტომბერს საკმევლის საამოს სურნელებაში გახვეულა. აი ამ ნავის ხომალდის მესაჭეთვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. მადლი იქაა, სადაც იქება და იდიდება ცისა და ქვეყნის შემოქმედი. მართლმადიდებლობა ჯილდოც არის და საპასუხისმგებლო საქმეც არის. ვემშვიდობები სურამს და დამაჯერებლად ვამბობ. საქართველო გაიმარჯვებს. საქართველო უეჭველი გაიმარჯვებს. ჯვრის ძალა ფარავდეს ჯვრის პატარა საუფლოს. ამინ.
Lord.